97 წელს მაკურთხეულად ბაგრაძე და შემდეგ მეუფეს კურთხევით მოხდა ასეთი, რომ გამეშვენ ცაგერში. ერთი წელიწადი ვსახურობდი. მერე მეუფემ წელიწადი და ერთი თვე იყო გასული, ოდესმე ეპარქია გაიყო ჩვენი. და მეუფემ გადმომიყვანა მე აქ და აქ ფაქტურად ეს ტაძარი იყო მეტრომდე ასე აშენებული და ჩამოგვარა მის ხელმძღვანელობა. ჩემ მეუღლეს თავისი კელია, სადაც ოთახი აქვს, სადაც წერს ხატებს აქ, რამოდენიმე ხატი აქვს დაწერილი. ეს ტაძარი ქალაქ ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარეობს. მისი წინამძღვარი დეკანოზი ილია კარკაძე ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მშენებლობას 1997 წელს შეუდგა. ოჯახისა და მრევლის თანადგომით ღვთისმსახლი ერთ წელიწადში იკურთხა. აქედან რამდენიმე კილომეტრში ეკლესიის კუთვნილი მეურნეობაა, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა. აქ დედებისათვის შენდება კელიები, მათ თავის ტერიტორიაზე ექნებათ მეურნეობა. ასევე იქნება ხატწერის, ხელსაქმისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსები. მღვდელმსახურის შვილები ხალხურ სიმღერას უკვე ეუფლებიან. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ თუ როგორ მღერიან ისინი. ოცდაოთხი წლის იყო, როცა სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონის დახმარებით ღვთის გზას შეუდგა. მას შემდეგ ამ გზიდან არ გადაუხვევია. მისი სურვილით აშენდა რამდენიმე ტაძარი, სადაც მისი სულიერი შვილები მოღვაწეობენ. თავად კი ამ ტაძარში დაფუძნდა. აი ეს ესეთი სფეროა, აი როგორც დედას არ შეუძლია და არც მამას არ შეუძლია ახსნას და უშა თუ როგორ უყვარს შვილი, ან როგორ გამოხატოს მან თავის შობლის სიყვარული, ეს ესეთი რაღაცა, აი ესეთი გრძნობადია ამ სარწმუნოების ხრივ, სვლა. ეს ისეთი პროცესია, რომელსაც ადამიანი ვერ გამოთქვამს. იმიტომ რომ ეს რა არის, ეს შენ თავის აღმოჩენა, კაც რომ ამ გზაზე რომ მიდიხარ. მე მახსენდება მაგალითად ჩემი სტუდენტობის პერიოდი, სოხუმში სწავლობდი მე უნივერსიტეტში დავუმთავრე იქ. და ჩემი ურწმუნოების პერიოდიც მახსოვს და მე უკვე სარწმუნოების პერიოდი მახსოვს. ეს არ არის დაუშვათ ის მეცნიერება, რომელიც შეიძლება აღმოაჩინო და ამით დაჯერდე. არამედ ეს არის ის, რომელიც მარადისობისკენ, აი რაღაც ამ სიხარულისკენ სტრაფო გვაქვს კაც და სულ გიხარია და მეორე მხარეცაა, რომ შენ თავის აი აღმოჩენა იმ საფუძველს გაძლევს, რომ დაინახო შენში ცუდი ხარები, რომ მე ეს აღმოფრა. ამიტომ ეს სარწმუნოება სულ სხვა რაღაც ფენომენია, რომელიც ადამიანში ისეთ რამეს ბადებს, რომელიც მამაშვილობას გასწავლის, რომელიც დაუშვათ ცოლ-ქმრობას გასწავლის, მეგობარს გასწავლის, მამაშვილობას თვითონ, როგორც შენ მამის მიმართებაში, ასევე შენი ხორციელი იქნება სულშვილის მიმართებაში და ურთიერთობას გასწავლის. ეს ძალიან დიდია, იმიტომ რომ ძალიან გავს ამას, მაგალითად მე რაც ვნახე, ქრისტიანობა სიყრმის მეგობრები, ბავშვობის მეგობრები როცა ხარ და ძალიან გავს მაგალითად, როდესაც მე სკოლაში მუშაობდი და ჩემ პატარა ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა. აი სიხარულს ძალიან გავს, აი ეკლესიაში მაგალითად ურთიერთობა და განსაკუთრებით ყველაზე გასახარებელია ჩემთვის, როდესაც წირვის პროცესში მიჩერება ყველაზე მეტად ბავშვები რო არის ტაძარში. ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული და ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა შვილების სიმრავლეში გამოიხატა. 5 შვილი: ნიკოლოზი, მარიამი, თამარი, ნინო და გიორგი. ბავშვები, რომლებსაც მამის, დედისა და ზოგადად ოჯახის ფენომენი სუსტად აქვთ გააზრებული. საოცარია ოჯახის დამოკიდებულება ყველა იმ საქმისადმი, რომელსაც ეკლესიის წინამძღვარი უძღვება. მართლა დიდი პასუხისმგებლობა არის, როდესაც მოძღვრის ოჯახის ერთ-ერთი წევრი ხარ, რომ აი არის ისეთი მომენტები, როდესაც შენ საახლობლოში ისეთ წრეში, სადაც ურთიერთობა გიწევს, ხდები მაგალითი იმ წრისათვის, რომელიც შენ გიყურებს და არა მარტო პასუხისმგებლობა არის, არამედ მოვალეობაც არის ის, რომ შენ ხარ ქრისტიანი მართლმადიდებელი და
ვალდებული ხარ, რომ შეასრულო ის ცნებები, რომელიც უფალმა დაგიწესა. როდესაც დედა და მამა სახლიდან გადიან, გოგოებში მე ვრჩები უფროსი, ამიტომ მთელი მოვალეობა მაგისტრა მე. როდესაც ამათი უფროსი ვარ, გოგოების უფროსი, მეტი პასუხისმგებლობა მინიჭება, რომ გავაკეთო ის საქმე, რასაც დედა ასრულებს და ეს ძალიან რთულია. როდესაც მარტო ვშევით, რავი, მამიკო ძალიან თბილია. ყველას გონია რომ კაცრი არის, რადგან მამაოა, მაგრამ ეს ასე არ არის. ესე მსახურების დროს თუ არ ცოტა გაძეძილი, ნიშნავს რომ გოგონები არაა სახლში ან ჩემ გვერდში. ესე იგი პირველი ჩემი მეგენი ესენი არიან. განსაკუთრებით აგერ ინოშკელა და ეგენი. საპასუხისმგებლოა ნამდვილად რომ ღვთლის ოჯახის ერთ-ერთი ანუ ოჯახის წევრი ხარ. და მაგალითი უნდა იყო ყველა ადამიანისათვის. და რა თქმა უნდა შესაძლებისდაგვარად ვცდილობთ რომ ისე მოვიქცოთ როგორც ღმერთს მოეწონება ჩვენს აქციელი და ჩვენ ცხოვრების წესი. ძალიან ბედნიერება რომ ამ ოჯახის წევრი ვარ და ძალიან მიხარია. თამარის თვისება ყველაზე მეტი ის რომ აი თუნდაც მსახურების დროს უზესა მშობლებს პატარა ბავშვები მოყავს. ხშირია შემთხვევა რომ დედა აღარ უნდათ, არც მამა და მარტო უნდათ თათუნია. კარგი არის რა რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე და ყველასთვის მაგალითად უნდა ვიქცი რომ ყველას უნდა ვასწავლო, უნდა ისწავლოს რომ კარგი რამ უნდა გააკეთოს და სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის რომ ჩვენ თუ არ გავაკეთეთ კარგი რამ და დავიცავთ სხვას ვეღარაფერს ვეტყვით რომ ნუ აკეთებს ასეთ ცუდ რამეებს და ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ოჯახისთვის და ყველასთვის მაგალითები. ხალით სულხმარი ვიყავთ, როდესაც უკვე სამების ტაძრზე მშენებლობა იწყებოდა ბალავრის აი ეს საფუძველი და მაშინ უწმინდესმა ასეთ ლოცვა-კუთხევა გამოსა რომ ყველა შეგიძლია რომ ქვაზეო დააწერეთო თქვენი სახელები, თქვენი შვილების და ჩაუშვათო საფუძველში. და მართლაც ხდება ასე რამე ნათია მეუბნება მაშინ იქ უნდა შევხვდები, იმიტომ რომ საგერიდან მოდიოდათ, მე ქუთაისიდან ჩავსულიყავი იქ. და იქ უნდა შევხვდები ვიყავ თერთმანეს. და ნათია მეუბნება რომ შვილების სახელები ჩამოწერა თვითონ ნიკოლოზი, მარიამი და სხვა შვილები და წარმოიდგინე შვილებიც ასე შეგვეძინა. ადრე რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა რომ აი ეს გზა უნდა გაიარო ვერ წარმოვიდგენდი რომ შევძლებდი მაგრამ ალბათ მე ეს უფალმა შემაძლებია ეს ღმერთი რასაც ჯვარს რასაც მისცემს ადამიანს შეძლებისდაგვარად გვერდით უდგას და შეაძლებინებს მას შვილები ეგ არის უდიდესი პასუხისმგებლობა რომ აი შენი ხორციელი შვილების სული აცხონო პირველ რიგში და უფალთან წარადგინო აი გამართლებული ეგ არის მე მგონი მშობლის პირველი და უმთავრესი მოვალეობა და დანარჩენი ეს ხორციელი პრობლემები, ეს რუნვა, ეს ყოველდღიური ცხოვრება, როგორც ყველა ადამიანი, ისე ვართ ჩვენც. ეს მოდელსახურის მეუღლის ნათია კოპალიანის მიერ დაწერილი ხატებია. საინტერესოა პროფესიის ჟურნალისტ როდის გაუჩნდა სურვილი ხატწერით დაინტერესებულიყო. ხატწერის ეს ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და ბავშვობიდან, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ფიქრობდი სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მე ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და ეს ბავშვობის ოცნება იყო ჩემი. ალბათ ძნელი ერთდროულად იყო მეუღლე, 5 შვილისა და ათეულობით მრევლის სულიერი მამა. მდელსახურმა ოჯახის თანადგომით ბევრი სასიკეთო საქმის კეთება შეძლო. ეს მათი ყოველდღიური ცხოვრებაა, საინტერესო და მისაბაძი. სწორედ ეს არის ყველაზე გააზრებული პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. უფალი ამბობს, ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება და თუ კი შეუდექი ამ გზას, მაშინ ვალდებული ხარ, რომ ბოლომდე იტვირთო და ბოლომდე გაუძლო ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისე ღვთის შეწევნით და ღვთის დახმარებით და რა თქმა უნდა, მოწოს როცა კურთხევით. და ჩვენ როგორ გამოგვივიდა ეს არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანების თანადგომით და ალბათ ჩვენი ურთიერთგაგებით, იმიტომ რომ ერთი მიზანი რო არ ქონებოდა, ალბათ ძალიან გამოჭირდებოდა.